შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. სიახლეებს ჩვენი სტუმარი, მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის საგამოცდო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ბატონი ვლადიმერ ხაბურზანია. გაგვაცნობს დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ბატონ ვლადიმერ, დავიწყოთ შეკითხვით. გითხარით სიახლეების შესახებ მინდა რომ მეტი გვიამბო და აი პირველი რასაც ვიკითხავ ეს არის B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე რაღაც ცვლილებები განხორციელდა, ხო და რა არის ეს ცვლილებები? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. B კატეგორიის მართვის უფლების მისაღები თეორიულ გამოცდაზე შესწავლების ლიმიტი გაიზარდა. ცვლილებამდე 30 შეკითხვიდან 3 შეცდომის უფლება ჰქონდა კანდიდატს. ცვლილების შემდეგ გაიზარდა 5 შეცდომამდე, ანუ საგამოცდო კანდიდატი, რომელიც თეორიულ გამოცდაზე გამოდის, 25 სწორი პასუხის შემთხვევაში იღებს დადებით შეფასებას. ეხლა თქვენ ვერ წარმოვიდგენთ, რამდენი ადამიანი გაახარეთ. ანუ თუ აქამდე 3 შეცდომა მეპატიებოდა, ეხლა 5 მეპატიება? 5 გეპატიება და საგამოცდო დრო დარჩა უცვლელი, იგივე 30 წუთი. რატომ ხდა ის? აი გვაინტერესებს. რამ გამოიწვია რომ ვაპატიეთ 5 და არა 3? მომსახურების სააგენტო მაქსიმალურად მოქალაქეებზეა მორგებული, როგორც ხდება. მონიტორინგს უწევს და მომსახურებიდან გამომდინარე და მოთხოვნიდან გამომდინარე აკეთებს ცვლილებებს, რომელიც პერიოდულად იქნება და თავისთავად ეს უცვლელ რეჟიმში იქნება. რაღაც პერიოდი იყო, რომ გართულდა, თქვათ ეს პროცესი, გვახსოვს, რომ პირიქით იყო გამახვილებული ყურადღება იმაზე, რომ უფრო გართულებული უნდა ყოფილიყო საგამოცდო პროცესი და რატომ მოხდა ეს გამარტივება ასეთი ფორმით? გიპასუხათ ძალიან კარგად. გითხრათ, რომ მოქალაქეებზეა მორგებული. მოდით გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვანი რამ მინდა გკითხოთ. მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებისთანავე რა შესაძლებლობა ეძლევა ბატონ ვლადიმერ კანდიდატს გამოცდის დაჯავსნასთან დაკავშირებით, ეს რომ უფრო კარგად აგვიხსნა. კანდიდატი, რომელიც ჩააბარებს მომსახურების სააგენტოში ჩააბარებს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპს, ეგრეთ წოდებულ მოედანს, იმ დღესვე შესაძლებლობა აქვს ადგილზე დაჯავშნოს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი, მისთვის სასურველ დროს და სასურველ ლოკაციაზე. ანუ ჩააბარა რუსთავში, რუსთავიდან შეუძლია დაჯავშნოს ნებისმიერი რეგიონი. ასევე ნებისმიერი რეგიონიდან შეუძლია დაჯავშნოს რუსთავი, თელავი, ბათუმი. ნახეთ, თქვენ ახლა ძალიან ბევრი მაყურებელი გყავთ და ბევრი ახალგაზრდა უყურებს. ანუ პირობითად ვარ ზუგდიდელი, ჩავაბარე გამოცდა და უკვე ზუგდიდში შეიძლება ეს პროცესი გავაგრძელო? კი ბატონო. ჯავშნის პროცესი ზუგდიდელი ხართ, ჩააბარეთ პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი რუსთავში. დიახ. მაშინვე მობრძანდით და მოითხოვეთ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაჯავშნა ზუგდიდში. კონკრეტულ დროს, კონკრეტულ რიცხვში. მომსახურების სააგენტო მომსახურებას რამაც რიგში მოლოდინი თქვენ აგარიდათ რიგი და თავისთავად ეს პროცესი გაამარტივება. და უფრო კომფორტულია თუ ზუგდიდელი ვარ, ზუგდიდში გავაგრძელებ. რა თქმა უნდა. იცი რა მაინტერესებს, ახლა ეს შემსუბუქდა, თქვა ძღოლები, მე სულ მეშინოდა ამ გამოცდის მართალი გითხრა და ამიტომ არ შევიწუხე თავი და არ ჩამიბარებია. მაგრამ ჩაიჭრა, ხო? და უკმაყოფილო შედეგი აქვს და რას თავაზობს ამას მომსახურების სერვისი, აი სააგენტო. აი ესეთ ადამიანს, რომელიც ჩაიჭრება. პრაქტიკულ გამოცდის მეორე ეტაპზე, როდესაც ჩაიჭრება კანდიდატი, პირველ რიგში გამომცდელი დეტალურად უხსნის მას, რის გამო შეწყდა გამოცდა, რა შესწავლის გამო შეწყდა გამოცდა. ეს მისთვის რამე ამშვიდებს ეს ამბავი? მას შემდეგ შეუძლია აღნიშნული შედეგი გაასაჩივროს მომსახურების სააგენტოში. არის სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს კონკრეტული გამოცდის შედეგს და აცნობებს ასევე კანდიდატსაც. საგამოცდო პროცესის ჩაწერა მიმდინარეობს როგორც აუდიო, ასევე ვიდეო.
რაც ამარტივებს და საგამოცდო პროცესის განხილვას, უარყოფითი შედეგის განხილვას, ასევე კანდიდატისთვის სრული შემთხვევაში გაცნობას. კი ბატონო. ასევე ძალიან საინტერესო ავტოპარკის განახლებასთან და გაზრდასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ანუ მაგაც სიახლეებია? დიახ, მომსახურების სააგენტო მუდმივ რეჟიმში ანახლებს საგამოცდო ავტოპარკს. ეხლაც უახლოეს მომავალში დაგეგმილი არის ავტოპარკის განახლება, როგორც რუსთავში, ასევე მოგეხსენებათ მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულში ხდება გამოცდის ჩაბარება, როგორც რუსთავში, ასევე ყველა სტრუქტურულ ერთეულში. განახლდება ავტოპარკი, ამასთან მოხდება ავტომანქანების დამატება. ავტომანქანების დამატება გამოიწვევს პირველ რიგში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის ჯავშნის გაზრდას და უფრო მეტი კანდიდატი ისარგებლებს ჯავშნით და საგამოცდო მომსახურებით. ბატონო ლადმე, ხა ჩვენ ყველანი ზოგი ზუგდიდს გულშემატკივრად, ზოგი მარტვილ, ზოგი თელავს და ასე შემდეგ. ეს განახლების ამბავი შეეხება მარტო რუსთავს, ანუ ცენტრალს თუ ეს სხვა ქალაქებშიც მოხდება? ზოგადად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მომსახურების სააგენტო მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს თუ ცდილობს თუ როგორ არის? საგამოცდო მარშრუტების თუ სადმე განახლება საჭირო, მას აქვს სხვადასხვა არგუმენტი. ამ ეტაპისთვის განახლდა გორის, ქუთაისის, ბათუმის და ფოთის დაკორექტირდა ფოთის მარშრუტები. საომავლოთაც თუ აუცილებლობა გახდება და სიჭაროებიდან გამომდინარე, თავისთავად დაიგეგმება და განახლდება ნებისმიერი რეგიონის საგამოცდო მარშრუტი. ანუ როგორც მივხვდი, ხდება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს საგამოცდო მარშრუტების. ამიტომ იმიტომ რომ დაკორექტირდეს და ეს პირველ რიგში გამოცდაზე გამოსვლილი კანდიდატისთვის უფრო მეტი კომფორტი არის და მომსახურების სააგენტოს ცდილობს და სრუნავს რომ კი ბატონო კომფორტი და კი ბატონო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კომფორტი აუცილებელია და მე არ ვიცი ოღონდ ახლა ეს რაღაცა გამკაცრება ჩვენს ვიძახით რომ ამინდა გამკაცდეს ნეტა რაღაცა ის რომ მოძრაობა ცოტათი შემცირდეს. ხო, ცოტა. კი, მაგრამ ფაქტია ის რომ ყველაფერი არის მორგებული მოქალაქეებზე და ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. ნამდვილად საინტერესოა და ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებელი გამოცდის მეორე ეტაპის თვის განკუთვნილი თარიღები ახლა როგორ არის გადანაწილებული და რა პერიოდში იქნება. იმიტომ რომ ბატონო ლადმე, ეს არის კიდე ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სანერვიულო მომენტი და ასე შემდეგ. მე მინდა კიდე ცალკე კითხოთ აი ამ ადამიანურ მომენტზე, მაგრამ მოდი ჯერ ამაზე ვისაუბროთ. ამ ეტაპისთვის ჯავშნები ქალაქის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გახსნილი არის 1 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით. მაგრამ ამ კალენდარულ პერიოდში კიდევ იგეგმება გარკვეული რაოდენობის ჯავშნების დამატება, როგორც რუსთავში, ასევე როგორც აღნიშნე 10 სტრუქტურული ერთეული გვაქვს და ყველა სტრუქტურულ ერთეულში. ეს კიდევ იმიტომ, რომ იმ გარკვეულმა კანდიდატებმა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს გამოცდის დაჯავშნა, მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს და კი ბატონო და ანუ დაემატება. გამოცდაზე კი ბატონო. ეს პროცესი ერთჯერადად არ იქნება. ერთჯერადად არ იქნება, ეს იქნება მუდმივ პროცესში. თქვენ ახლა ძალიან დიდი ხანია ამ საქმეში ხართ, პროფესიონალი ბრძანდები და ესეთი ადამიანური კითხვა მინდა დაგისვათ. ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ჩაბარებული გამოცდა, ვისაც მანქანა გვყავს, ხო და ეს არის გარკვეულ ნერვიულობასთან დაკავშირებული და მეთანხმებით. რაც არ უნდა კარგად იყო მომზადებული, მაინც არის ეს გამოცდის რაღაცა ბარიერი. აი თქვენ რო შეადაროთ, თქვა განვლილი პერიოდი. რა დღევანდელი კანდიდატისთვის, ვისაც უნდა რომ ავტომანქანაზე დაჯდეს, თუ სწორად ვსვამ კითხვას და თუ არასწორად ვსვამ, მითხარით რომ ეს არასწორი კითხვა. როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ არის, მისთვის უფრო კომფორტულია, სად რას უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ თქვენ ახლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა გიყურებთ, დარწმუნებული ვარ, რას რჩევებს მისცემდით როგორც პროფესიონალი? კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი, რომ 15 ივნისიდან ძალაში შედის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე არის მსუბუქი და მძიმე შეცდომები. ამ 15 ივნისის ცვლილებამდე 11 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება აქვს კანდიდატს. მე-12 მსუბუქი შეცდომა გამოიწვევს გამოცდის შეწყვეტას. ხოლო 15 ივნისიდან შეცდომების რაოდენობა იზრდება. კანდიდატ შესაძლებელი იქნება რომ დაუშვას 14 მსუბუქი შეცდომა, ხოლო მე-15 შეცდომა
გამოცდის შეწყვეტას გამოიწევს. ესეც მეორე ეტაპზე ესეც მეორე ეტაპზეა საუბარი. მეორე ეტაპზეა საუბარი და კანდიდატებს მე პირველ რიგში ურჩევ, რომ იყვნენ მშვიდად და ორგანიზებულად ყურადღებით. ეს არის უმთავრესი. თქვენ თქვით, რაც არ უნდა კარგად იყოს მომზადებული ის თუ ინერვიულებს და უყურადღებოდ იქნება. კი ბატონო. საუბრის დაწყებამდე და მართლა როგორც აი მისაღებ გამოცდებზე ღელავდი, ისეთი ღელვა მქონდა სწორედ თეორიული თუმცა ერთ რამეს ამბობენ, ესეც მაინტერესებს, ესეთი ადამიანური კითხვა. ყველა ცალსახად ამბობს ასეთ რამეს, რომ თქვენთან როდესაც მოდის სააგენტოში ძალიან კეთილგანწყობილი გამომცდელები არიან. ანუ აი ეს სტრესი არ არის, რომ აი გეშინია და რაღაცა ცუდად მე მახსოვს ლამის საბჭოთა პერიოდში მაქვს ჩაბარებული და იყო რაღაცა ნუ ძალიან სტრესულია ხო აი ეს თანამშრომლები ასეთი კეთილგანწყობილები რო არიან ასე პროფესიულად რო ექცევიან ამ ადამიანებს ამის მონიტორინგს უბრალოდ ამისთვის ემზადებიან გადამზადება მოხდა მათთვის როგორ ხდება თვითონ ეს პროცესი ძალიან საინტერესოა პირველ რიგში მომსახურების სააგენტო არის რომელიც ემსახურება ხალხს თავისთავად ჩვენი პირველი მოვალეობა, უპირველეს მოვალეობა ხალხის მომსახურება. თავისთავად ეხა თანამშრომლები პერიოდულად გადამზადებას აქ უმთავრესი მოქალაქისთან ურთიერთობა არის და ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა უთხრა კანდიდატებს, რომლებიც გამოდიან გამოსაზია, აპირებენ გამოსვლას, მაქსიმალურად მშვიდად იყვნენ, მაქსიმალურად ყურადღებით და ორგანიზებულად იყვნენ. ჩვენ ყველას წარმატებას ვსურვებთ და ეჭვი არ გვეპარება. ბატონო მე კიდევ ერთ რამეს კითხავ. თქვენ ახსენეთ მსუბუქი შეცდომები და ახსენეთ როგორ თქვი ძიმე შეცდომები. რა აი მე არ ვიცი ნამდვილად რა არის. ეხლა ჩემ დროს თქვენ შენ დროს იყო ძიმე და მსუბუქი შეცდომები. რას ნიშნავს თქვა ეს თეორიაშია, პრაქტიკაშია თუ როგორ არის? ნახეთ ძიმე შეცდომა და მსუბუქი შეცდომის ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვანთ რომ მაგალითად მოხვევის მაჩვენებელი ჩავთე გვიან ან ჩავთე და აღარ გავთიშე. რაც შეეხება მძიმე შეცდომას, ზოგადად რო ვთქვათ, მძიმე შეცდომა არის ის, რომელიც გამოიწვევს საფრთხეს. საავარიო იქნება, ქვეითთან მიმართულებით იქნება თუ ასე შემდეგ. ეს არის მძიმე შეცდომა. და ასე ბოდიში უკაცრავ ჩაგიჭებთ. ასე ამბობენ, რომ 6 მსუბუქი შეცდომა უდრის თითქოს ერთ მძიმე შეცდომას და ეს კი ბატონო, მაგის თქმა, ანუ 6ჯერ დაშვებული ერთი და იგივე მსუბუქი შეცდომაზე აქ საუბარი. ერთი და იგივე შეცდომას რო დაუშვათ. როგორ თქვით მოსახვევს რაღაცა კარგი ქართული სახელი თქვით. ჩვენ რო ვეძახით მაშუკი. მაშუკი კი არა, აი გვერდით მოსახვევის ჩართვას პავაროტნიკს რო ვიძახით, აი ეს მსუბუქ შეცდომაში ითვლება თუ ანუ თუ ჩავთე ციმციმა და არ გამოვთე. დიახ. თავისთავად მსუბუქი არის, მაგრამ თუ ეს განმეორდა კიდევ მეორე, მესამე და ასე მოვიქეცით, ანუ უკვე ეს შეიძლება მაინტერესებს აი ხო ვიცი, მე ამ ძღოლი არა ვარ და ამიტომ დავსვამ ესეთ კითხვას. აი ეს ძიმე მსუბუქი ესეც ეს ეხა ძირითადად ეხა მძღოლებს ჩვეულებრივ სტაჟიან მძღოლებს მაგალითად ეს მოსდით ხოლმე ესეთი ძიმე არა ნანა რანაირად სვა მაგკითხვას ეგ უკვე ახალგაზრდა მიდის პრეტენდენტი მაგრამ ხანდახან ხო არა მაგრამ ხანდახან რაღაცა ისეთი შეცდომები იშვება გიორგი ხო ხდება ეგეთი რაღაცა კი რა თქმა უნდა მაგრამ გამოცდაზე გამოცდილი მძღოლები არ მიდიან დამწყებები გასაგები ამიტომ ვიტყვი მე მძღოლი არა ვარ კი ბატონო მოდით სტატისტიკის შესახებაც შეგეკითხებით და ვთქვათ, როგორი არის თქვენი დაკვირვებით დღეს მომართვა. ძირითადად მოგმართავენ ახალგაზრდები, ძირითადად მოგმართავენ კანდიდატები, ვინ არიან, როგორი კატეგორია და ისიც საინტერესოა, რეგიონებიდან უფრო მეტი მოთხოვნაა დედაქალაქში, აი თუ შეიძლება ამისი განსაზღვრა. ეს როგორი რაღაცა არის, ანუ ასაკი, ყველანაირი ასაკი არის. B კატეგორიის მართვის უფლება შეუძლია იყოს 17 წლიდან. ამიტომ მომართვიანობა კანდიდატი ყველანაირი ასაკის არის. ალბათ სავარაუდოდ უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება, მაგრამ ყველანაირი ასაკი არის მომართვიანობის და ნებისმიერ ადამიანს იმის მიუხედავად რომელ რეგიონში ცხოვრობს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ რეგიონიდან ნებისმიერ რეგიონში შეუძლია მიმართოს, თეორიის გამოცდა იქნება, მოედნის გამოცდა იქნება თუ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის. და დაჯავშნათ შეუძლია და საკუთარ რეგიონშიც დაჯავშნათ შეუძლია ერთი რეგიონიდან ეს
ჩემი აზრით მეტად კომფორტულია და მისთვისაც კი ბატონო, ბოლო კითხვა მექნება და ამითი ბოლოში გავიდეთ, როგორც ვიცით, საგამოცდო მარშრუტების კორექტირება მიმდინარეობს, სად განხორციელდება ცვლილებები და კიდევ თუ არის ასეთი ცვლილებები დაგეგმილი. ეს დასაწყისშიც თქვი და გავიმეორებ, ანუ მომსახურების სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს საგამოცდო მარშრუტებზე, საჭიროების შემთხვევაში ხდება მისი კორექტირება, მოხდა კორექტირება 4 რეგიონში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. გრძელდება ეს პროცესი, ეს კორექტირების პროცესი. კი ბატონო, მონიტორინგის პროცესი და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ რეგიონში მოხდება აღნიშნული მარშრუტის კორექტირება. იგივე ხდება ავტოპარკის გაზრდასთან დაკავშირებითაც. აქაც მონიტორინგი მიმდინარეობს და სადაც საჭიროა? ამ ეტაპისთვის როგორც განახლება, ასევე ავტოპარკის დამატება ეს პირველ რიგში გამოიწვევს საგამოცდო ჯავშნის დამატებას და უფრო მეტი კანდიდატისთვის გამოცდის საშუალებას, გამოცდის მიღების საშუალებას. მოკლედ, დამეთანხმეთ, რომ ბატონი ვლადიმერის წყალობით ჩვენ პროფესიონალებად ვიქეცით, არაფერი არ ვიცოდით ამ თემაზე და უკვე ძალიან ბევრი რამე გავიგეთ. დიდი მადლობა. ნანა, რატომაც არა, თან ასეთი კეთილგანწყობილი ხალხი დაგხვდება. დიდი მადლობა. წარმატებები ვუსურვოთ კანდიდატებს.